საღამომშვიდობის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტს ვაშინგტონი დღეს. მე ია მეორმიშვილი ვარ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში შემდეგ თემებს წარმოგიდგენთ. ამერიკის პრეზიდენტი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის დაწესებას სურს. პრეზიდენტს ძალადობის მსხვერპლი მოსახლეობა მხარს უჭერს, კონგრესი კი ეწინააღმდეგება. დრონების გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ ამერიკის შეიარაღებული ძალების მკაცრ კრიტიკას იწვევს. ალუბლების ფესტივალი დედაქალაქის გარეუბანში რით გამოირჩევა პატარა ქალაქი ჩევი ჩეისი ვაშინგტონის სხვა გარეუბნებისგან. შეერთებული შტატების დაავადებების კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ამერიკაში ყოველწლიურად 30,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. დაახლოებით 60,000 კი სხეულის ისე დაზიანებას იღებს, რომ მათი საავადმყოფოში მიყვანა ხდება საჭირო. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე განსაკუთრებით მოიმატა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით ჩადენილი მასობრივი მკვლელობის ფაქტებმა. კონექტიკუტის შტატში დეკემბერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ იარაღის გაყიდვაზე კონტროლის დაწესებას ეცდებოდა, თუმცა ამ მხრივ პროგრესი ჯერ არ არის. ჯილიან სოტოს და ვიქტორია ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი სროლის დროს დაიღუპა. იმ დღეს გული მომიკვდა, დავკარგე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ადამიანი, რომლის ფასიც არავინ მყავდა, მე მას ვერასოდეს ვეღარ ვნახავ. ჯილიანი და ნიუთაუნის სკოლაში დაღუპული ბავშვების მშობლები ვაშინგტონში ჩამოვიდნენ და იარაღის შეზღუდვის კანონის მიღებას ითხოვენ. ჩუმად და მშვიდად აღარ უნდა ვიყოთ, ფეხზე უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ, რადგან მოქმედების დროა. კონგრესში მოსმენები იმართება. იარაღის ტარებაზე ორპარტიული კანონპროექტის განხილვა ოთხშაბათს დაიწყო. ჯო მანჩინი, დემოკრატის სენატორია. ჩვენ თავხდებით ჩასწორების მიღებაზე, რათა კრიმინალებმა და მენტალურად დაავადებულებმა ვერ შეძლონ იარაღის შეძენა. კანონპროექტის მიხედვით სავალდებულო ხდება იმ ადამიანის მონაცემების შემოწმება, ვინც იარაღის ყიდვას გადაწყვეტს. კრიმინალური წარსულის და მენტალურად დაავადებულ ადამიანებს იარაღის ყიდვის უფლება არ ექნებათ. მანჩინი და რესპუბლიკელი სენატორი პეტ ტომი აცხადებენ, რომ მათ არ სურთ ამერიკელების კონსტიტუციური უფლების დარღვევა და იარაღის საერთოდ აკრძალვა. კრიმინალური მონაცემების შემოწმებას იარაღის კონტროლად არ ვთვლით. თუ კი გაივლით კრიმინალურ შემოწმებას, მაშინ მიიღებთ იარაღის შეძენის უფლებას. ჩასწორებაში არც ერთი პუნქტი არ ეწინააღმდეგება იარაღის საკუთრებაში ქონას, თუ პირი კანონმორჩილია. სხვაგვარად, მე ამას მხარს არ დაუჭერდი. ჯილიან სოტოსთვის მხოლოდ კრიმინალური მონაცემების შემოწმება საკმარისი არ არის, ის შემტევი იარაღის აკრძალვასაც ითხოვს. შემტევი იარაღი ადამიანთა მკვლელობისთვის არის შექმნილი, ჩემი და ასეთი იარაღით მოკლეს. სოტომ ჭიდის მოცულობის შეზღუდვასაც ითხოვს, თუმცა ზოგიერთი სენატორი სხვაგვარად ფიქრობს. თავდაცვის ფუნდამენტური უფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვა უფრო მეტად დამოკიდებულს ღვთის მთავრობაზე, მთავრობას არ შეუძლია ყველგან იყოს. ამდენად ჩვენი ინდივიდუალური უფლების შეზღუდვით ნაკლებად დაცულები გავხდებით. იარაღის უფლების მომხრე აქტივისტებმა წელს რამდენიმე დემონსტრაცია გამართეს. ბევრი ფიქრობს, რომ იარაღის შეზღუდვით მთავრობას აბსოლუტური ძალაუფლების დამყარება სურს. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტირანია მყარდება. ჯილიან სოტო კი გაჩერებას არ აპირებს. ჩვენ აქ ვართ და ბრძოლას გავაგრძელებთ. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. უპილოტო საფრენი აპარატების, იგივე დრონების გამოყენება, როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ მკაცრ კრიტიკას იმსახურებს. ბევრს მიაჩნია, რომ დრონების გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ისინი დიდი რაოდენობით უდანაშაულო მსხვერპლს იწვევს. დრონების მომხრეები კი აცხადებენ, რომ მათი გამოყენება ტერორისტების წინააღმდეგ უაღრესად ეფექტური, ნაკლებად რისკიანი და ყაირათიანია. დრონების გამოყენების მომხრეები ასევე აცხადებენ, რომ მათი გამოყენებით 3,000-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. უპილოტო საფრენი აპარატები ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება. ახალი ამერიკის ფონდის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2004 წლის შემდეგ პაკისტანსა და იემენში დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად 3,238 მეამბოხია მოკლული. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი სავარაუდოდ 368-ა.
ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა კრისტოფერ კროკერმა ცოტა ხნის წინ წიგნი გამოაქვეყნა სახელწოდებით „მებრძოლი გიკები, როგორც ცვლის 21 საუკუნის ტექნოლოგიები ჩვენს მოსაზრებებს ომზე“. დრონებით იერიშების უმრავლესობა ამერიკის 6 სამხედრო ბაზიდან ხორციელდება, აქედან 4 ამერიკაშია, 1 გერმანიაში და 1 სამხრეთ კორეაში. ოპერატორები მონიტორებთან 8 საათის ხედან და გასროლის ბრძანებას იშვიათად იღებენ. გაზეთმა New York Times-მა ცოტა ხნის წინ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პაკისტანი ამერიკას დრონებით საკუთარ ტერიტორიაზე ოპერაციების განხორციელების ნებას რთავს და სანაცვლოდ იმავე დრონებით ქვეყნის მტრების განადგურებას ითხოვს. ისლამაბადი ამ ბრალდებას უარყოფს. პაკისტანში კი ბრალდების შედეგად ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება. არიფ ნაიზი პაკისტანელი იურისტია. ये ड्रोन हमले जो जारी हैं ये सरासर हमारी დრონებით წარმოებული ოპერაციები ჩვენს ქვეყანაში უხეში შემოჭრა და სუვერენიტეტის დარღვევაა. მარკო როსინი ვესტმინისტერის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის პროფესორია. ის ამბობს, რომ დრონებთან დაკავშირებით მკაცრად განსაზღვრული კანონმდებლობა არ არსებობს. იერიშების უმრავლესობას ახლა დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ახორციელებს, არ ვიცით რის გამო ან როდის შეყავთ ადამიანის სამიზნეთა სიაში. კოკერი ამბობს, რომ ოპერაციების ჩატარების მეთოდებში დიდი განსხვავებაა სამხედროსა და დაზვერვას შორის. სამხედროებს ადამიანის მოკლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი 100%-ით არიან დარწმუნებული, რომ ის ნამდვილად მათი სამიზნეა. დაზვერვა კი მხოლოდ ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნებს. დრონების გამოყენების მომხრეებს ისეთი წარმატებული მაგალითები მოჰყავთ, მათ გასამართლებლად, როგორიცაა ალ-ყაიდას რიგით მეორე მეთაური აბუ იაჰა ალ-ლიბის ლიკვიდაცია პაკისტანში. მაგრამ დავა იმის თაობაზე შეიძლება თუ არა ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ დრონების გამოყენება, რომლებიც ალ-ყაიდას წევრები ხდებიან, უკიდურესად მწვავდება. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა ჯონ ბრენანმა სენატს ამ თემაზე ჩვენება მისცა. ნებისმიერმა ამერიკელმა, რომელიც ამას გააკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ის ჩვენი მტრის რიგებს უერთდება. შეერთებული შტატები კი ყველაფერს გააკეთებს, რომ მტერი გაანადგუროს. ნატოს სახმელეთო ძალები ავღანეთიდან 2014 წლის ბოლოსთვის გამოვლენ. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამის შემდეგ დრონებს დასავლეთის მიერ ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებულ ომში გაცილებით დიდი ადგილი დაეთმობა. ამერიკაში რამდენიმე წლის წინ ახალი ეკოლოგიური ტრენდი დაიწყო, რომელსაც მწვანე სახურავები ჰქვია. სახელიდან გამომდინარე მიხვდებით, ეს ცათამბჯენები სახურავებზე მწვანე საფარის, ზოგჯერ კი ბაღების გაშენებასაც კი ნიშნავს. ამით შენობები სახურავებიდან წვიმის დროს ასფალტზე დაღვრილი სანიაღვრე წყალი მცირდება და შენობის სახურავები სიცხის მიუხედავად გრილი რჩება. კიდევ რა დანიშნულება აქვს მწვანე სახურავებს და რატომ ხდება ისინი პოპულარული ამერიკაში? მანჰეტენში სახურავებიც კი განსხვავებულია. ვენტილაციის სისტემები და წყლის შადრევნები ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა სხვაობა აქ მაინც იჩენს თავს. ურბანული ვეგეტაციის ახალი ფორმების ძიებისას სახურავზე ცოცხალი მცენარეები გავაშენეთ. კოლუმბიის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი სტიუარტ გაფინი მწვანე ტექნოლოგიების ადვოკატია. იგი ახლა მწვანე სახურავზე დგას, რომელსაც წყლის სადინრები და მიწაზე მსუბუქი ქიმიური ზედაპირი ამშვენებს. ეს სიბრტყე მცენარეთა ზრდას უწყობს ხელს. ჯერ კიდევ მხოლოდ შესწავლის პროცესში ვართ. გამარგვლა არ მჭირდება. მეცნიერების ეროვნული ფონდის დახმარებით კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯგუფმა დაადგინა, რომ მწვანე სახურავებს სასარგებლო ეფექტი აქვთ უხეშ ურბანულ გარემოზე. ავიღოთ ტემპერატურა. სხვაობა ტემპერატურებს შორის სტანდარტულ და მწვანე სახურავებზე მართლაც შთამბეჭდავია. მცენარეები მზის სინათლეში სიგრილეს ინარჩუნებენ. მწვანე სახურავის პირობებში კი მცენარის ჰაერის ტემპერატურა აქვს. ზაფხულში ბეტონის სიმხურვალეს შთანთქავს და ინარჩუნებს. გაფინი ფიქრობს, რომ მწვანე სახურავებით ამ პროცესის განეიტრალება მოხდება. ამის შემდეგ მისი თქმით წყლის ეფექტიც ამოქმედდება. წვიმის დროს ამ შენობებიდან წყალი გადმოდის, რაც მუნიციპალურ საკანალიზაციო სისტემებს კიდევ უფრო ურთულებს საქმეს და საბოლოო ჯამში მდინარეებში დაბინძურების პრობლემას რდის. მწვანე სახურავები კი წვიმის წყალს არც მეტი, არც ნაკლები შეისრუტავს.
საკვირველია, იმიტომ რომ სტანდარტული სახურავი წვიმას არ ისრუტავს. მწვანე სახურავის შემთხვევაში არ ხდება ხმაურის ან თუ გნებავთ დაბინძურების შემცირება და განეიტრალება. ამ სახურავს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, უნიკალური ფუნქცია აქვს. კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში პროექტის კოორდინატორი პატრიცია ქულიგანია. ის მწვანე სახურავების კიდევ უფრო გამწვანებაზე და ნარჩენების სასარგებლოდ გამოყენებაზე მუშაობს. ეს მასალა ძალიან მსუბუქია და არსებული მედიის კარგი ალტერნატივაა. მწვანე სახურავების პროექტის გაფართოების და წარმატების შემთხვევაში კი ავტორები სახურავებიდან არც საზეიმო შეძახილზე იტყვიან უარს. ვაშინგტონში ალუბლების ყვავილობას როგორც წესი მსოფლიოს უამრავი კუთხიდან სტუმრობენ. იაპონური ალუბლის ხეები ამერიკის დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ღირსშესანიშნაობად ითვლება. თუმცა ტურისტები არც ქალაქგარეთ ჩევი ჩეისის დასახლებას აკლიან. ალუბლების ხეივნები ყვავილობის დროს თითოეული მათგანისთვის დაუვიწყარ მოგონებად რჩება. ჩევი ჩეისის მყუდრო უბანში 1200-ზე მეტი ალუბლის ხე ყვავის. ვაშინგტონის გარეუბანს ისევე როგორც მის ცენტრს ამ პერიოდში უამრავი მნახველი ჰყავს. ავსტრალიელი კირა სტაჩბერი ამბობს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ყვავილების ბაც ვარდისფერ ღრუბლებში სეირნობს. ამდენ ყვავილს არ ველოდი, გამოუთქმელი სილამაზეა. ნიავი რომ დაუბერავს ყვავილების თოვაში ხვდები. ხეების უმეტესობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში მშენებარე სახლების წინ დარგეს. ზოგიერთი ხის ასაკი 90 წელს აჭარბებს. ინდოელი წყვილი ოჯახის მოსანახულებლადაა ჩამოსული. ძალიან ლამაზია, ამდენი ყვავილი ხეზე სასწაული სანახაობაა. მსგავსი არაფერი მინახავს. ლიღო ვიეტნამელია და ოჯახთან ერთად ახლა ვაშინგტონში ცხოვრობს. ალუბლის ყვავილობაზე თითქმის ყოველ წელს დადის. აქ რომ მოვდივარ, წყნარდები და მშვიდდები, ქვეყანაზე ყველაფერი მავიწყდება. პარკში ბევრი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მიდის და ალუბლის ხეების მყუდროებაში ისვენებს. აქ ქორწილებიც კი იმართება. მერია ბიჰერნანდესი და ედ კონსტანტე ამბობენ, რომ ეს წლის საუკეთესო დროა და აყვავებული ალუბლის ტყეში გადაღებული მათი ქორწინების ფოტოებიც უმშვენიერესი გამოვა. მშვენიერია, ულამაზესი ფოტოები იქნება. სხვა დროს ეს ჩვეულებრივ 7 და წყნარი უბანია, მაგრამ ტურისტების მოზღვავება მათ მაინც არ აწუხებთ. თან სეზონი მხოლოდ ერთკვირიანია. ლეს ნიკოლსონი თვლის, რომ ამ სილამაზით მათთან ერთად ყველამ უნდა ისიამოვნოს. ანგარიშობენ, რომ სეზონზე 30-40,000 ადამიანამდე მოდის, მათი დიდი ნაწილი უცხოელია, ხშირად იაპონელები, რომელთაც ალუბლის ხესთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებთ. იაპონელი ტურისტი თავადაც გაოცებულია. ალუბლის ხის მეტი რამ ინახავს, მაგრამ ასე ლამაზად ზემოთ გადაჭტობილი არასოდესო, მომაჯადოებელია. დაუვიწყარი სანახაობა და მასთან ერთად ათასობით სტუმარი უბანს ყოველწლიურად უბრუნდება. ალუბლების მოვლას 240 ოჯახი თავის თავზე იღებს. თუ კი ხე ავადდება ან კვდება, მას ცვლიან. ფილის ნოულესი უბნის სიამაყეზე ზრუნვას საპატიო მოვალეობად თვლის. მიმაჩნია, რომ სილამაზის მფლობელმა ის ყველას უნდა გაუნაწილოს და მშვენიერებას სახლში თან გაატანოს. რაღაც განსაკუთრებულად ლამაზ რომ ნახავ, გული სითბოთ იმევსება. სხვებსაც უნდა მივანიჭოთ ეს ბედნიერება. მისი თქმით, უბნის მოსახლეებისთვის ალუბლის ხე უკვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონ. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. მანამდე კი თვალი გვადევნეთ ვებგვერდზე 3w.amerikiskhma.com და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდო წყაროა.